პრომეთეს ერთ-ერთი ჟიურის წევრი ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დაბოა, რომელიც უკვე საქართველოშია. ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის შვილიშვილ სამეფო ლეგიონ სპას ოფიცერთა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა მოულოდნელ ვითარებაში სასტუმრო თბილისი მერიოტში მოეწყო. საუბრისას დამსახურებულ მთავარსარდალის უზადო ღვაწლი განიხილეს გიორგი კვინიტაძეს ჩიქოვანი 1918 წელიწადში არაერთხელ იყო შეიარაღებული ძალების სარდალი. პირველი მსოფლიო ომის დროს ამიერკავკასიის ფონდის სარდალიც გახდათ, ასევე დაინიშნა კავკასიის მეოთხე მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა აზრუმის ციხის აღებაში, რისთვისაც ის წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. გარდა იმისა, რომ ცნობილი მსახიობია დასავლეთში, ცნობილია საქართველოში როგორც ერთ-ერთი მთავარი როლის მონაწილე სურათში ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ ფილმში, ჯეიმს ბონდზე, ტიმოთი დალტონთან ერთად. ჩემთვის მოულოდნელი იყო ოფიცერთა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობასთან შეხვედრა. ვერც კი წარმომედგინა ასეთ უნიფორმიან ადამიანებს თუ შევხვდებოდი ოდესმე. სასიხარულო ფაქტია ის, რომ ბაბუაჩემმა თქვენი ქვეყნის ისტორიის განვითარებაში უდავოდ დიდი წვლილი შეიტანა. მან არ მიატოვა ბრძოლის ველი, უფრო მეტიც ის ბოლო წუთამდე იბრძოდა და მე ამით ამაყი ვარ. ჩემთვის ძალზე სასიამოვნო აღმოჩნდა მათთან პირისპირ შეხვედრა.